ისა, მოგესალმებით ყველას იმ ადამიანებს, ვინც მზად არის გაიცნოს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის დილას. ამ შემთხვევაში ეს ცნობილი ადამიანი იქნება დიდრები და ღარიბების, სწორედ პროექტ დიდრები და ღარიბების პირველი გამარჯვებული ლევან ბადაგაძე. Რაღაცა სკოლაში რო ბავშვები ხუთიანზე გაკვეთილობიან, ისე თქვი ყველაფერი მე მგონი, ხო? ფრიადი. ვინ არის და მაესტროა? ლევან. როგორ ახარ? საიდან და ბავშვები, გეძინათ? თუ გაგაღვიძე. რომელი საათია? რომელი საათია? ამ დროს გასულ. დილა 11 საათი და ხო. მე იმედი მაქვს რომ შენი ლოგინია. იმედი მაქვს. ეხლა ხან საუდექი, მანახი დადეში. შევამოწმოთ ლევანის ეს რა ქვია, მოიცადე რბილია კი? არც ისე რბილია სხვათა შორის. მაგარზე გიყვარს ძილი თუ რბილზე პირიქით მაგარზე? ბალის ხმა რო უკაცრავად ამ სიტყვაზე. ბალისაც საბანსაც. საბანსაც. ცივანა, მე რატო ხო ვიცი რომ ცივანა. არ მიყვებდი სიტყვაზე. კი, ვიცი რომ ცივანა ხარ. ნამთარი ახლოვდება და შესაბამისად ლოგინიდან ადგომას დაგეზარება. მაგარი მოტალია, კი. დავსხდეთ მოდი სადმე აქ და ვისაუბროთ შენს დილაზე. ყოველდღიურად რომ მოსაძე გიწევს გაღვიჭება. და ცხოვრების წესით ბუხარ თუ ტოროლა? ბუხარ? გამეცხოვრობ ესე იგი. ხო. გამეცხოვრობ მისდოს მაგრამ. გიზდა. მაგრამ. ხო რაღაც დღეს დისკომფორტს მithმის მაგრამ სახში ვარ. აი ხარ დისკომფორტში ხარ? მithumetes ესეთი ამები მაგრამ მომთხოვი უნაოს. აი საერთოდ რომ საათზე იღვიძებ ხოლმე? სადღაც 2-ისთვის. სადღაც 2-თვის? და შემდეგ ვიცი ხარ საკავებული. ანუ ცხოვრების რიტმი გაქვს ისეთი, არაფერი საქმე არ გაქვს და გიწევს ხოლმე გაღვიძებ. ხო, პრინციპში ღამე მიწევს მუშაობა ხოლმე. და დილას ვდგები, აი, ამით ვერთობი, ან გავდივარ, ან გამოვდივარ, რაღაცა შევ. სიზმრებს თუ ხედავ? არა? 1000 ერთხელ. 1000 ერთხელ? 1001 ღამეში ერთხელ. ბოლოს რა დაგესიზმრა? ბოლოს ალბათ დიდრები და ღარიბებში ნახე სიზმრები. ბოლოს ვერ დავესიზმრა. არ შეიძლება მოყოლა. კარგი, მაღვიძარა თამაშობს თუ არა შენს გაღვიძებაში რაიმენაირ როლს ასრულებს, ასე ვთქვათ. არ მოგატყუო არა. არა. იმიტომ რომ აქეთ იშვიათ თორ ტელევიზორს. ტელევიზორი? შეიძლება მაღვიძარას. კი. საათზე მაინც გჭირდება მაღვიძარა, რომ მე ხო თუ დილას. ანუ შენი თვითონ ამის თქვა მინდა თუ მაღვიძარად გაღვიძებს, როცა დილით ხარ ასე. ოჯახი. რა ხმით? ადექი, ერთხელ წყნარი ხმით, მეორე ჩემო ადექი და ესე მე კივილამდე რომ მიტიანდგები. მე მგონა მაღვიძარა გექნებოდა ტელეფონზე, რომელიც ვიუასანსონა გაიღვიძე wake up. ვიუასანსონა არ გაკეთეთ. მოგენატრა კამერები? მაგომპლექსებს მაგრად. ყოველთვის მაგომპლექსებს და კამერა. ეს ის არა, ეს. ის არ ჩანს და იმიტომ და ეს მეც მაგომპლექსებს. გადი. სიგარეტი რომ მოწევ, შეიძლება. სიგარეტის მოწევა შეიძლება და აი სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით. იღვიძებ თუ არა სიგარეტს ეწევი? წეველები ესე არიან და იმიტომ. არა. უზმოზე მაინც ვერ ამერც 400-ზე მაყენებს. 400-ზე გაყენებს სიგარეტს თუ მოწევ? ხო, დღე მიბანძდები რაღაცა. წყალს რატოს ხო? თაფლიან წყალს ხო არა? თაფლიან წყალს იშვიათ, თუ და ჩემი სახში მიგეთებს ხოლმე ვერა. შენით უბრალოდ წყალს. კოფეინის მაგურად შეყავით. ყავის მაგურად წყლით. არა, ყავაც მე რა თქმა უნდა დავამატე, თორე შანსი არა, ვერ გავუღწევ. ფერდო იქნება მოთანთელი. გიყვარს საუზმე თუ არც ისე ანიჭებ უჭირდეს? არა, ვერ ჭამ. მადარ. დიდი სუესე იყავი თუ ეს გარკვეული პერიოდი? რაც თითქმის ეს რეგულარული. აქტუალური გახდა ეხლა და მაგითო. რაც აი რეგულარულად სიგარეტს ეწევი, იმის შემდეგ დამომართე ეს თორე. ადრე მქონდა მშვენიერი მადა. კარგი, ხრინავ თუ არა ღამე ვინმე სხვა შეუწუხები ხარ? შეუწუხები ხარ კი არა ვინმე? არა, ბოლო დროს. ამ ბოლო დროს მითხრეს რომ ხრინავ თორე, ადრე არ ხრინავ რაღაც. შვენივრად მეძინა. პროექტში არ გვახსოვს შენი ხრინვა სხვათა შორის. იქ იკავებდი ხო? პროექტის შემდეგ დამემართა. იკავებდი. ღამე შპილკით გეძინა რომ არ გამეპაროს ხრინვა. პრინციპში ეგრე იყო. შპილკით არა სხეულზე. და ვინ გეუბნება ხრინავა? რა ვარ, ეს ჩემს მითხრა. დედამაც ბოდაო? არა, ბოდოა დამო. შენს განწყობაზე მოქმედებს მუსიკა? კი, მაგრად.
ეხლა მოსმეთ დილაობით. ვინ არის? გორსა, დორაჟე გოსტრი თუ რაღაც. თუ გორად 312. ხო? ეგ არის ესტონიას. აი მოსმეთ. მოწავას? ხო, და ესე უსმენ უბრალოდ და ზიხარ თუ რამე საქმიანო პარა. არა, რა ვიცი, ხან ჩათაობ, ხან ისევ წამოვწვევი და უსმენ უბრალოდ ჩათაო? ო, მაგარი. ჩაჩი. რა ხდება ჩაჩი? რა ვიცი. გოგოებთან. გოგოებთან ძირითადად კი მივხვდით რომ ბიჭებთან არა. ყავა გინდათ? ყავა გვინდა კი. წავიდეთ. ეს იყოს. დავწოვოთ ხო? ნუ, რა უნდა. რაცა დავწოვოთ? მაგაზია დროებით შეწყვეტს მაუწყებლობას და ძალიან მალე დაგიბრუნდებათ ეთერში. გრძელდება მაღვიძარა და უცებლევანი მეგონა. საცახლე. კი არა და შეხარ უბრალოდ ეს რეცხაჩი მეგონი. მოდით აქ. ეს არის ადგილი, სადაც თავს იწესრიგებ ხოლმე. ეს გრო ადგები ძირითადად შხაპს თუ იღებ ხოლმე. კი, ყოველდღიურად. შხაპს თუ იღებ ხოლმე რა შეკითხვა? 1000-ში ერთხელ. როგორც სიზმარს რო ნახავ, დღეს იღებ. ხო, და ძალიან შემაწუხებს მაშინ. აჰა. აი, ქვიხი ხავ კბილებს. მე ხო პირსაც ვიბარს აღუნთ ძალიან იშვიათად მე. კი, ყარს არ გეზარება ხოლმე წვერის გაპარს. რა, საშინელება. ყველა მამაკაც რატო ეზარება წვერის გაპარსა? ყოველს არა, ხა ჩემ სამეგრელოში ყველას ევასება პირიქით წვერიანი, არა მარტო მე წვერიანი. ის არის რთული პროცესია ძალიან. აუ, ამ ეზარება რაღაც. და ვინმე არ ყავს რო გაგიპარსოს? ასისტენტი. არაჯი. არც გინდა არ გაგჩენია სულ. აუ კი, მე და ვინმე არის. რომ მომიყვას უკაცრავად წვერს როგორ პარს. ხო, აი პირველ რიგში უნდა ვიკითხო. მაგ კრიტერიუმებით შეარჩევ ალბათ მეუღლეს. კიდე რა? აი, წვერის პარსავი მეუღლეები გამოგვეხმაურეთ შეს საკონტაქტო ტელეფონზე ნომერზე 200-206. ხო. კარგი, ხედავ რაღაცა სუნამოს. ხო, ეს ჩემი საყვარელი სუნამოა. ესეც გავაკეთოთ ამ სუნამოს ჩუქებლები გამოგვეხმაურონ ნომერზე. ეს მაჩუკა ნათიამმა. ნათია. დაბადების დღეზე. პრინციპში უკვე. პარფიუმერი და შემდეგ. შვენიერი სუნია. ხი თუ ღიღინებ ხოლმე შხაპის მიღების დროს. გეავიღინო გალო. გალო? როგორ გალო? ბულბულებით, როგორ ნოვარჩ. ჭიქჭიქებ. კარგი, გადავინასწროს მე მგონი სამზარეულოში. წავიდე. ნობა. სადაც საკუთარ თავს შენ თვითონ უვლი თუ დედა გიმზადებს. რავი, იმდენი მოუვარი იქ საკუთარ თავს. ხა დედა ჩემ ყავა გინდა? კი, გვინდა ყავა. დავდეთ. კარგი, რამე რიტუალი ხო არ გაქვს წყლის დალევის გარდა? აუშათ ხილს მიირთმევა რაღაც თუ მარტო უზმოს, მარტო ყავას და უზმოზე. ყავა ჯოჯობი და მე ახილი ან რაღაც შოკოლადი ან რაღაც ესე. კერძირფის მომზადება იცი? ისე რა. ამბობ დროს აუ ჩემ საჭმელს არ ვაკეთებ რა. მეზარება, ყველაფერი მეზარება. ძალიან გავზარდმას. ზარმაცი ხარ. ძალიან. ამბობ დროს თორემ არ ვიყავი არასდროს ზარმაცი. რა ვიცი, კარგად წავდი ხოლმე კარტოფილებს და იმას. კარტოფილს ნახო, გაბსქნა მეზარება. და ასე შემდეგ. აი, სალათებს და ტორტებს მე არა. შენ მონაწილეობას ხო იღებ? კი. კი. სამივეს? სამივეს კი. მე შენ და მაყურებელს. რამდენი ხართ? ღმერთმა გამრავლოთ. ესე იმრავლეთ და იმრავლეთ მაყურებლებო და ყავას არ მოგაკლებს ნამდვილად. დღეს მე ვიცი რომ რაღაც კერძი მაინც უნდა მოგამზადებინო რა დიდი ბოდიში მაპატიე, მაგრამ ვიცი რომ გაზარმაცდი, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთო და რა იქნება ეს რაღაც. გამის ვიზავ. 1 2 მე თან საკუთარ თავსაც ვიქებ. ხო, რა თქმა უნდა, მოდი. სიმაღლე მეტრა 70, მის ფერი. რა ქვია ეს? წონა. წაუწითლებს. წონა 59, ნუ შემიძლია დავიკლო მომიმატო გემოვნების მიხედვით გამოვეხმაურებით. ყავას ვასხავ ფანტასტიკურად, გარდა ამისა, რა ვიცი, კარგი მოსაუბრე, მოსიყვარულე. ხო არ გაგიტოვო?
ხო არ დაგიტოვა. კი, არა წვერს არ პარსო, ერთადერთი ეგრეკლი მაქვს, წვერს ვერ გავუპარსო. ვერავის ვერასო, თმა შეიძლება გადაუპარსო, მაგრამ წვერს არ. შაქარი სადა ოჯახში? შაქარი, როგორ ეთყობა ხედავ? მე ვიგიპოვი, ახლა უცებ შაქარს. ვიპოვე. პოულობ შაქარს. მივხვდით, რომ ისვენებ ახლა ის კონდიცია გაქვს, რაც დიდ პროექტიდან გამოხვედის, ძალიან ხوار გაგიგრძელდა დასვენება. აუ, იცი, კი. კი. გამომხნევებელ ვარჯიშებზე შეგეკითხები, აი ესეც ისვენებ, ორგანიზმსაც ასვენებ თუ ვარჯიშობ? არა, ვასვენებ ორგანიზმს სულ. მე ვიცი კი არა და ყველა მიცის, რომ ნაუტილუსში დადიოდით, ფიტნეს კლუბებში ვარჯიშობდით, სურავდი. იქ მოკლედ ჯანსაღი ცხოვრობდი, მუშაობდი, საელზმეს ამზადებდი და გამოხვედი და გრიპიც დაგიძია. შაქარი ამ შემდეგ ერთი. მაყურებელო თქვენ? მაყურებელს შაქარი უნდა 2. იო! არც ფიქრობ რომ დაიწყო ვარჯიშები? რა მინდა თიკო მინდა მაგრამ. მინდა მაგრამ. როგორ ფამილიარენ და 3 საათზე ვადგები, როგორი მან მზეი ან ციცვი. საღამოს. საღამოს ვარჯიში საერთოდ არა კაი. ორგანიზაცია დაღლია დილით არ ვარკავ ეს. არც დილით არ ვარკავ. ხო სადღაც ესე. მაგრამ ზუსტად იღვიძებ ვარჯიში. 2 საათზე ვარჯიში. აი ეს კაი. ფანტასტიკური. რა გინახ რა გაიგეთ რაქშია. ეხა მინდა მე რა ვიცი შენ რას მოფიქრებ? შენ საფილმო კერძი გააქვს? არა. სასისქში გიწევ. ყველაფერს არის. შენ მიწვის სასისქე. ტრიალი იცის ლევანმა სამზარეულოში. შენებული რეცეპტი გაქვს სასისქის შეწვის? ხო. კარგი, მაშინ როგორ წავს? სასისქს ამას გავიგებ თუ რაღაც რამოდენიმე წუთში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მალე დაგიბრუნდებით. ესე ვაგრძელებთ მაღვიძარს და თქვენ გახდებით მოწმეები პირდაპირ იმ ფაქტისა, თუ როგორ ჩამოასხავს ყავას ფინჯანში ლევანმა. მე მგონი დამაკლდა. არა უშავს. არა, არ დამაკლდა. გავიც 9 ძმამა ერთი თხილის გულიო და ჩვენ ახლა ერთ. ახლა მითხარ გემო რომ ჩაატანა იმაში. ცოტა მოგაიღო. ერთი თხილის გული რო გაიყო, არ ვიცი ნამდვილად. გემო რომ ჩაატანა. ესე ალბათ რაღაც ნამცეც რამხელა იქნებოდა ახლა 9 რო გაგეტე ხა, აი. ხო, აი მაგ იმას ვერ ხვდები დევის. აჯობე ერთზე ჭამა და მე ხოლა როგორი გემოქონდა ვიდრე ამ. იმას მაინც შეერგებოდა. მართალი ხარ. ახლა რა ვქნათ, ხო, მოდი. არა, მაგრამ 6 სოსის შეწვავს ახლა ჩვენი მივანი. ცხელდება ტაფამ. ამასობაში ჩვენ რას ვაკეთებთ? თვითონ შეფ-პოვარი შენ ხარ ახლა ბურთი და მოედანი შენია. ზეთი სად არის? თან წაიყვანე. აი ნახე, დეს გარეშე ვერა. გუშველეთ და ერთი წუთი დედა მოვა ახლა ვაპატიეთ. რა ზეთი ვერ ვიპოვეთ. გავაგრძელებთ. ზეთი. ვაჭრით. ამებს ვაჭრე ერთი წამით ბოდიშით. მომიხსნა. ზეთი არა, ვწავთ კარაქში. კარაქში ყოველთვის უფრო გემრიელია, მამაპაპურია, გემრიელია და მეტიც ხიმაცინიანობით გამოირჩევა. რატო ვიყურებთ ესე არ არის უფრო გემრიელი კარაქში? მაგარია ძალიან. მე მაგრად მომწონს. მეც კარაქში მიყვარს ყოველთვის კვერცხიც და სოსისიც. ეხლა თქვენ ვიღაცები თქვენ. რატო? ო მაგარია ძალიან, მე მაგალითად მაგრად მომწონს. მაგარი უფრო გემრიელია და ესე. სამი თებში გჭირდება აშკარად. ზეჩა პლასმასის გემოა და ისე. ზეც? ბევრი უნდა კარაქი ხო იცი უცბად შრება. ხო, აი მაშინ სწორად. ძალიან წაულია. ეჭიდავ. დაუწვეთიცე. სონი ნახე და ბოლი ნახე. მე ამას ვაკეთებ ფანტასტიურად. ეხლა უბრალოდ მე უნდა დამეწყო, რომ კარგად გამოგზარებინათ. ვათხოვებთ თიკოს. გათხოვებთ თიკო? ხა? მათხოვებ? ხო. კაი, გამათხოვე. ნახე რა მზარეულია. შვენიერი ბუღი ნახე. ამის შემდეგ ვიღებთ რაიმე. ჩვარს? მომაცი. და ესე რანი არის? არაფერი ვის არ მოსულის ესეთი რაღაც ოჯახში. აი ეს ხდება ყველაფერი. შენ რაღაც ფორმებს აკეთებ აქ ამასობაში, ხო? არა, რომ ამაზე იყოს და იბრაწება. მე და შედღეს თავს ვაწორებ მაყურებელს. ხო, ალბო. იმიტომ რომ ეს საცოლეს. საცოლეს ვეძებ მე. ვაკეთებ ყველაფერს. შენც მიდი. ხო, ვალაგებ, მუშაობ, რეცხავ, გვაუთოვებ.
იმან უნდა ვიზიდეს და უთაობა იცი ყველაფერი მართლა ვიცი. სახს თუ ალაგებ ხოლმე ყველაფერს გვი აი ვეძებ ცოლს უბრალოდ იჯდეს და იჩათავს თუ უნდა ბავშვსაც მე გავუჩენ არა პრობლემა ბავშვს აჩენ კი სადადიოდი ბავშვების გაჩენაზე ჯერ ახლა მინდა ვაპირებ ა ვაპირებ იარო ნო სად არის ეგ კურსები ბავშვების არ გაჩენა ვიცი ნახდათ ჩაჩავაშია ხო არის კი კურსებია ხო უნდა ვიარო სამწლიანი კურსია სამ ბავშვს აჩენ და მე უკვე შეგიძლია დამოუკიდებლად გააჩინო სამ ბავშვს გეხმარებია ეს ორი ეს პირველია ძნელი საერთოდ მე ესე ვიცი პირველი ყველაფერი ძნელია რატო ირე მართალი ხარ ჩანგარი მინდა ხა სტატისტიკები თავარი ასისტენტი ვარ შენ დღეს რა გადასხმულია კარაქი თუ ეს მე მგონი ცოტაა ეს მე მგონი ცოტაა კარაქი თუ არა ცოტა არ ვიცი კიდე აი ცოტა კიდე გავუკეთე თორე აღარ დაშდა აი ხო რაღაც სუდად მახსოვს კარაქის დაგდება წეღან და ცოტა გამოვიწვიეთ ხო მე დარტანიან მე აუწე ხავნა და ცოტა ხანი მანამდე რამის ხო გავუკეთე ყავა დალი არ გინდა ყავასაც დავლევ მაშინ ყავა დავლიოთ სანამ ის გაცხდა არა არა ეს ახლა დაიწყება მე მოიცადე ხა ისევ ჩაუწია ორი კაცი რას მწვალებით არა ორი კაცი კუხნაში უკვე ბევრია ერთმა უნდა იყოს თავის თავზე და მე დანარჩენები გამოვიწიეთ და მე აი მარტო რო ხარ ხოლმე ესე წვალო ფიცო თუ საერთოდ შეიძლება ისე გეზარება რომ საჭმელი არ ჭამოთ კი საერთოდ ხდება რომ საჭმელი არ ასახში არ ჭამ საჭმელს იშვიათად რა გარეთ კი ყვარს ჭამა ან გარეთ ან მეგობართან ავდივარ დავბომბა ახალი ფანტანის პრეზენტაცია თუ რაღაც აიცი ბაი ჰა ახალი ფანტანი გაიხსნა საზოგადოებაში შო დახურე დაიწყო დავა ეხლა რაც გინდა თავისუფლად აი საერთოდ ჩამოაგდა ეხლა რაც გინდა იცი სანამ სოსის ველოდებით ჩვენ შეგვიძლია ყავა დავლიოთ თამამა დამაყოთ ეწევით იქო და მე რა სისულელია მე და სიგარეტი თამბაქო არც ვეწევი არც წითელ მანიკურებს ვისმევ არც კინოში დავდივარ და თმაკი მაგ ცოტა რაღაცა ისეთი მაგრამ შევიღება შავარ მაინტერესებს დღის რომელ მონაკვეთში ხარ ყველაზე კარგ ხასიათზე და მხნეთ როცა ვნელდება ხო როცა ვნელდება დილით ცოტ ხასიათზე ხარ? ხო რა უკაცრავად ამაში შაქარი ორი იყო ხო მე მგონი ამაში ერთი იაი ყველა დაურია გამიცვლი მან დაურია თალია ეგარი ხო? ეგარი ერთია ანუ სანამ დაბნელდება ხარ ცოტ ხასიათზე? ხო ეხლა როგორ ხასიათზე ხარ? ლევა თქვენ გინახეთ უკვე კაი ხასიათზეა და ვინ შეიძლება დილით გესტუმროს ან რა ხმაურმა შეიძლება გაგაღვიძოს რომ აი საშინელ ხასიათზე იყო საერთოდ თუ ვინმე მაღვიძებს უკვე საშინელ ხასიათზე ვარ ვინმე თუ მაღვიძებს და ჩემი ვერ გავიღვიძე და ხეს უფრო ხშირად ვინ არის ხოლმე ეს ვინმე ოჯახის წევრები 20 ყველა მეზიზღება რა გამიდი მე მქონდა სხვათა პერიოდები აი ადამიანის ცხოვრებაში როცა დილით საერთოდ ცუდ ხასიათზე იყვი კაცი შვილი რო არ უნდა გაგეკაროს არავინ რო არ უნდა დაგირეკოს ხმარ რო არ უნდა გაქცეს არავინ ვიღრინები ხოლმე შენ საერთოდ ვიღრინებოდი ხა გამოვწორდი იცი რა კაი გოგო გაქვს და ხა სუკარგებს ვლაპარაკო ჩემზე მართლა რა ხდება შენ და უგას გიყურებ ხოლმე ტოლოგარ კი არა ის მიყო მეც გიყურებდი აი ძალიან დიდი ტყუილია სულ გიყურებ ჩამედოს შემოდი არ გახსოვს რა მეც ბასენზე სულ მოვდიოდი ხოლმე იგელოდებოდი ბასენზე კი პლაკატებით პოსტერები ბასენზე მახსოვს კარგი დაგიბრუნდებით ისევ რამოდენიმე წუთში და უკვე დავხედავ სოსისს თუ როგორ დაიხრუკა მისი ერთი აი არა ერთი წამი ბოდიჯეს დოხედო დაგვავიწყდა ხო არა მოკლედ არა ჯერ არ ჩაახედო დაგიბრუნდებით და მერე ბალარამ ჩემი ხატი არა შუაშია სამშობლო ხო ხატი კია მაგრამ
გადავინოსოთ სოსისებზე უფრო. აი, ეხლა რას ვაკეთებ? თიკო, მაიცა? მე შენ მოგეხმარები. ნაიდან რადგანაც მარტო არ ხარ, მარტო ქეზერება ყველაფერი. გავშლი სუფრას, პუბმარილს. უფრო მარილს ვიდრე პუბს. ესაც მაყურებელს. ესაც მაყურებელს. კიდე ჩვენ ვიცი რომ შენთან ყოველ დღე ვიღაც მამრობითის კესი წარმომადგენელი მოდის ხოლმე და გთხოვს გამოყვებო იგი. ყვება მე საგრაფო. ხო გზა არ მაქვს. აი, სწორედ ის შემთხვევაა დღეს, როცა ის მამაკაცი სწორედ აქ არის, მომბრძანდით. ნუ გერიდებათ ჩემი კამერა. მოდი. აი, მოგცხოველი. ადრე კათარზიში დადიოდა. ადრე დადიოდა კათარზიში და დღეს უკვე ასეთ ვარსკვლავების სახშიც კი მიირთმევს ხოლმე. ყველა ნოლიდან იწყებს ამ ცხოვრებაში ესეა. მოდი თიკო მოდი. წამოდი. სუფრების გაშლა გეხერხება ისე? გაშლია სუფრა. აუ არა. არა. აიცა, ერთი წამით ეს დამიჭირე. აი ეს ნამცხრობი სულ ჩემმა ლევანმა გამოაცხო საკუთარი ხელით. აი ეს ვიზეც ლევანმა ამოთქვიფა. როგორ გიწვალია ლევან. ხო. როგორ მიფასებ. აი, ხედავ, არ ვიციო გაშტაო და ესეც კიდე. შვენიერია, ძალიან ლამაზია. აიცა ეხლა რა უნდა? რაღაცა ვისწავლე უკვე, ხედავ? მოდი ზაზა კიდე წალე, მოდი. რატო გერიდება, ვერ გავიგე. აბა ეხლა კამერა არ იყოს, ეგრევე მოვიდა. აი ეს უწვალობ რა. ძალიან ლამაზად გამოიყვება. აი ეს დეტალები ვერ შევა. ეს დეფექტიანი სოსები. აი ეს დეტალები ვერ შევამჩნევ, თურმე შენ ჩაგეჭრია, მე არ ვუყურებდი და ხედავ? აყვავდება. მათანუში კი არა და აყვავდა ჩვენი სოსისები. გაიფურჩქნა. სოსისი ძირითადად ყვავობს სექტემბერში. ყვავის. გინდა? პურზე დილაობით არ დადიხარ მაღაზიაში? მე არაფერს არ ვაკეთებ. რისთვის მოვიდი სალაპარაკოთ? არაფერს არასდროს არ ვაკეთებო. შენია, თუ ისე. შენია? არა. დედა! რა გინდა მითხარი და მე ვისამ. რა გინდა მითხარი? საპურე გინდა. აუ ის გვინდა საწებელი რამე. მე არ მინდა და შენ თუ გინდა, შენ როგორც საუს მომხმ, მე წავჭამ. რა დამთხოვაა ჩემ. ტელევიზორი გამოიწიეთ რა. ხო, ტელევიზორის ყურება თუ გიყვარს დილაობით. მე ინფორმაციის მოყვება. ძირითადად მუსიკალურ არხებს უყურებ ალბათ, საინფორმაციო. მაესტროს უყურებ ძირითადად. საინფორმაციო? არა. რამდენად სასარგებლოა ესეთი საუზმე დილაობით, როგორცაც ბანანი გადმოხტა. ბანანი გადმოხტა, დაინახე? შენც დაინახე რატომე? არა, ეს დაინახე. სკეპიცები მართლა დაინახე? რო გადახტა? კი. სადმე რომ მომაყოლა არ დამიჯერებდნენ, ხე კიდე კაი მოწვე მყავს. გავსინჯოთ ლევანის მომზადებული სოსისი. მოდი. მე გაიფურო. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი სოსისია. გესროლეთ? აი ესე. ხედავ ნავარჯიშები ვარ? კი არა და მყავს. ხედავ დედა როგორ მესვრის? ეს არის მდოგვი, გიყვარს მდოგვი? ხასიათს არ გიმწარებს ანეინას დილიდან. ცხოველას ნისკობს. არაყი გინდა? ე აბა. სვავ რა ახს? არახსაც სვავ და რაც ხელში მომხდება ყველაფერს. ანცით სვავ არახს და ღვინოს სვავ ვინკით. ვინკა. салфетка черная игра. აი ასე და ამგვარად ხედავთ, ასე დღეში ჩავაგდეთ დღეს მაგიდა. ნასუფრალი, ხვალ შეგიძლია ნამცეცობაზე ვინმე დაპატიჟო. გუშინ მაესტრო იყო ჩემთან და დღეს ნამცეცობაზე გეპატიჟებით. მომძანთ თვალიც. კაი, ეს ჩანგალზე რო იყო ეს ადამიანი, კარგად ბრძანდებოდით. თვითონ მადლობა და ვაფასეთ. ჩანგალზე მოსულებს გაუმარჯოს, ბოლო სადღეგრძელო ეს იყოს და აბა ჯამრთელად, ბედნიერად და წარმატებულ დღეს გისურვებ. აგრეთვე, დიდი მადლობა და მომძანით. დიდი მადლობა, ძალიან გემრიელი სოსისი იყო. ის მეორე განსაკუთრებით. კარგად. გემშვიდობებით მაგვიზარა დასასრულს მიუახლოვ და ხოლ შევხვდებით ისევ ერთმანეთს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის დილას გავეცდებით. კარგად.